დიახ, დაგიბრუნდით. მე ისევ ჩემს სტუმართან ერთად ვარ, გოგა მესხი. ვართ კი არა, მე და ჩემი სტუმარი ვართ მოკლედ სტუდიაში. გოგა მესხია ჩემი დღევანდელი სტუმარი. ისე გაგვეპარა წინა ბლოკში დრო, რომ უკან მოხედვა ვერ მოვასწარი და არ მინახი ხარ, კაი ხარ. კი ბატონო, ეთერშიც გადმოვიტანეთ ეს გრძელი სასაუბრო დრო მოკლედ. მაგრამ კიდე გვაქვს დრო და მინდა რომ რაღაცები გკითხო გოგა. მოკლედ შენი ახალი სიმღერა, რომელიც უკვე წინა ბლოკში მოვისმინეთ, რომლის ვიდეო რგოლიც მალე იქნება ალბათ. პრემიერას მაინც გავაკეთებ. YouTube პრემიერა კარგი რამეა. შენ YouTube-თან დაკავშირებით მგონი სათქმელი გაქვს ხო რაღაცა? თავიდან მომიწია გაკეთება. ეხ გუშინ დავდეთ, ჩამოთოვა პირველი ვიდეო ესე გამოვიდა. და აქტიური YouTube-ი ქონდა ბევრი ვიდეოთი. კი, მართლა, მაგრამ ნუ არა უშავს. რაღაცა განსაკუთრებული და საინტერესო წესები ქონია YouTube-ს, კვირაში ერთხელ უნდა ატვირთო თურმე ვიდეო, გააჩნია რომ საათი ატვირთავ, გააჩნია რა ფოტო აქვს. ვიდეო, ხო. აბსოლუტურად ყველაფერს მნიშვნელობა აქვს და ნუ ჩემი მეგობარი რომელიც კარგად არის ამ წესებში გადმოცნობიერებული. ხო. დავით. და თავიდან იწყებ ესე იგი რაღაც პრობლემა შეიქმნა მოკლედ ძველ ვიდეოებს გადმოიტან ჩვეულებრივ ალბათ. ყველას ალბათ ვერ მოვიძიებ, მაგრამ რასაც მოვიძიებ. ისეც არ გაქვს თუმა შენ ძველ YouTube-ზე რომ ის ვიდეოები აღშლა მოგვიძიებ. და ვერ ჩამოტვირთე ვიდეოები, რომელიც ატვირთული ქონდა თუ ის ხარისხი აღარ გამოდგებოდა უკვე, ხო? გასაგებია. კარგი, შენი გეგმების შესახებ მინდა გკითხო და რა არის შენი თვითმიზანი? კიდე მაინტერესებდა მოკლედ, იცი რა მაინტერესებდა, როგორ ფიქრობ შენ? აი მაგალითისთვის, შენი რჩევა იქნებოდა შენი ყველაზე ძვირფასი ადამიანისთვის, რომ დღეს საქართველოში დღეს იქნება გუშინ თუ ხვალ. აი წოს იმერა? ხო. ეს მისი პროფესია იყოს და იცხოვროს ამით. იცი რა სალო მაინც მოუწევს ადრე თუ გვიან. არ მოასვენებს კიდე თქვა ეს შეიძლება რაღაცა პროფესიას დაეუფლოს, შეიძლება იურისტი გახდეს ან ექიმი გახდეს, დაუშვოთ. და ეგ ყველაფერი ძალიან კარგია მეორე პროფესია რომ პროფესორად. ხო, მეორე პროფესიას ვეძახი მაინც. იმიტომ რომ თეატრალური მაგ დამთავრებული, მანამდე სამედიცინო ისე გამოვი. ორ დიპლომიანი ბიჭი მიზის აქტე მომღერლობაზე მესაუბრება. სტომატოლოგი უნდა ყოფილიყავი, მაგრამ გამოვიტანეს. თეატრალური ამბავი ვიცოდი რა თქმა უნდა შენი. სამი კურსიდან გამოვიტანეს საბუთები, ჩავაბარო თეატრალურში. ნანა გადმოხდა მეხუთედან. ახ, მისთვის ძალიან ტკივნეული იქნებოდა მართლა მოკითხა შენ ზირფასდედეს. და აუცილებლად მაინც თუ იშრომებ რა თქმა უნდა. კი, ჩემიდან გამომდინარე ზარმაც იცვარ, მაგრამ შრომაც მიყვარს თუ რაღაც მაინტერესებს, ბოლომდე მივიყვან აუცილებლად. ხო და ამიტომ ყოველ შემთხვევაში არ დაუშლი. არა, და დაშლაზე რა ბუნებრივი არ ვსაუბრობ, მაგრამ შენ დღეს დაუშვათ რო არა სხვა არ სიმღერით ვცხოვრობ მე პირადად. სიმღერით ცხოვრობ. კი ბატონო. რა კარგი პასუხია. რა გადასარევი ამბავია და მომწონს ეგ. უპირველესი არის სიმღერა. და სხვა ყველა დანარჩენი. მსახიობობაზე არასოდეს არ დაგწყვეტია გული, რომ დაუშვათ აი ეს პროფესიულ 2008-ში დავამთავრეთ მე და ჩემი ჯგუფმა. და იმდენად რთული ივლისში დავამთავრეთ. ომის პერიოდი იყო და ივლისში დავამთავრეთ, აგვისტოში ომი დაიწყო. ხო და მე ანუ რაც გეგმები გქონდა საერთოდ არაფერი. მე დაახლოებით 1-2 წელი საერთოდ არაფერი არ მომხდარა. ნუ რაღაცა რეკლამაში თუ გადავიღებდი დაუშვათ ან ამ ბოლო ხანებში სიყვარულს მიღმაში მქონდა 2 ეპიზოდი, ძალიან გამეხარდა მართლა. მოგნატრებია, ანუ მოგწონს ეს. გადასაღები მოედანი არის, რაც ძალიან მომწონს რა, აი თევზი წყალში. რა საინტერესო. თუმცა არ მგონია რომ სიმღერა რამის გამო დათმოოდეს შენ. და სიმღერა რომელიც ახლა უნდა დავუტოვო ჩვენს რადიო მსმენელებს, მინდა რომ ვთქვა ამ სიმღერაზე, რომ შენი შესრულებით ერთ-ერთი მგონია რომ ყველაზე მეტად შემეხო და ყველაზე ძალიან მომეწონა ეს სიმღერა. პირველივე კადრიდან რაღაცა მოვინუსხე, ხო როგორ თქვი მას. კი, მართლა ნამდვილად მოვინუსხე და ვფიქრობ რომ ყველა ჩვენს მსმენელს, ვინც ახლა FM 105.9-ზე
უსმენს ჩვენს გადაცემას, აუცილებლად ეს სიამოვნება როგორც ჩვენი შესრულებით, ასევე თვითონ სიმღერა, იმიტომ რომ ამ სიმღერას თავისი ისტორია გააჩნია. სიტია ყველა დროის ახლა. მამუკა ჩარკვიანს მოვიკითხავ, ის ოჯახს მოვიკითხავ, დიდი სიყვარული და პატივისცემით და მადლობა დობისთვის კიდევ ერთხელ, რომ ესე მარტივად არ არის ხა მამუკა სიმღერა გააქავერო და კლიპი გადაიღო. ზაზა მარჯანიშვილს დიდი მადლობა ამ ვერსიისთვის და ისევ Happy Dreamers Production-მა, რომელიც გადაიღო და ჩაიწერა ზურა მახლიაშვილის სტუდიაში. მოდი მაშინ მოვასმენინოთ ჩვენს რადიო მსმენელებს და შენ საქვე გითხრა უდიდესი მადლობა იმისთვის რომ მოხვედი. უდიდესი არაფრის. აი ჩვენი სტუდია ყოველთვის მზადაა და ჩვენი რადიო როგორ დაგიდგეს ნებისმიერ სიახლის შემთხვევაში და გელოდებით ბევრი სიახლით და მადლობა რომ ჩვენი სტუმარი იყავით დღევანდელ დღეს. პირიქით დიდი მადლობა. ჩამოთვას ვუტოვებთ FM 105.9-ზე ჩვენს მსმენელებს და უნდა დარჩეთ აუცილებლად და უნდა მოусმინოთ სიმღერას და ზოგადად ამ ტალღას.